მარკ კარნი გახარებულია. ამისათვის საკმარისი მიზეზი აქვს. მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს, თავად კი პრემიერ-მინისტრის პოსტს ინარჩუნებს. ლიბერალები გამარჯვებას ზეიმობენ. კანადაში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა. წინასწარი მონაცემებით ლიბერალურ პარტიას 64%-ით საკმარისი ხმები აქვს იმისთვის, რომ მთავრობის ფორმირება შეძლოს, თუმცა სრული უმრავლესობისთვის 353 კაციან საკანონმდებლო ორგანოში 172 მანდატი დასჭირდებათ. ჯერ მხოლოდ 167 აქვთ. გამოსავალზე პარტიაში უკვე ფიქრობენ. მათ კარგად ესმით, რომ მოსახლეობამ პარტიას გადამწყვეტ მომენტში მისცა ხმა, შესაბამისად დაკვეთა შესასრულებელი აქვს. I chose to enter politics because პოლიტიკაში მოვედი, რადგან გრძნობდი, რომ ამ ქვეყანას დიდი ცვლილებები სჭირდებოდა. დიდი ცვლილებები ძლიერი კანადური ღირებულებებით. ამერიკას სურს ჩვენი მიწა, რესურსები, ჩვენი ქვეყანა. არასოდეს. მაგრამ ეს არ არის უსარგებლო მუქარები. პრეზიდენტ ტრამპს სურს გაგტეხოს, რათა ამერიკა დაგვეუფლოს. ეს არასოდეს მოხდება. მაგრამ ამასთან უნდა გავიაზროთ რეალობა. კერძოდ ის, რომ ჩვენი სამყარო ფუნდამენტურად იცვლება. ძველი ურთიერთობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ინტეგრაციას გულისხმობდა, დასრულდა. ჩვენ გადავლახეთ ამერიკული ღალატის შოკი. ახლა ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. ლიბერალური მთავრობა გააძლიერებს პარტნიორობას ევროპასა და სხვა ქვეყნებთან. დონალდ ტრამპი კანადის არჩევნებში საკვანძო სახელი და გვარია. მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენზე არ იკითხებოდა, სამაგეროდ იგრძნობოდა. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა კანადას სატარიფო ომი გამოუცხადა და ამერიკის 51 შტატობა მოთხოვა, არჩევნებმა სხვა დატვირთვა მიიღო. ანალიტიკოსების მოსაზრებით, სწორედ ამან განაპირობა, რომ წინასაარჩევნო გამოკითხვებში მთელი 20%-ით მოწინავე კონსერვატორებს ბოლოს მაინც ლიბერალებმა გააუსწრეს. ტრამპთან დამოკიდებულება ამ არჩევნებში ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად იქცა. ბევრი მიიჩნევდა, რომ კონსერვატორების ლიდერის ენა ზედმეტად გავდა ტრამპისას. მე ხმა ლიბერალურ პარტიას მივეცი. იმ გაურკვევლობის ფონზე, რომელიც ამ წუთას ეკონომიკური თუ ფინანსური კუთხით არსებობს, არ ვფიქრობ, რომ რამე უკეთესი ვარიანტი გქონოდა. ვიცი, რომ ხალხის ნაწილს პოლიევრის სჯერა, თუმცა ჩემთვის ის მინი ტრამპია. ეს უპატივცემულობა ამერიკის შეერთებული შტატების 51 შტატობასთან დაკავშირებით დამამცირებელია და მას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. მე ვმერყეობდი ახალ დემოკრატებსა და ლიბერალებს შორის. ხმა ახალი დემოკრატების პარტიას მივეცი, რადგან პარლამენტში უბრალოდ სხვა ხმა მსურდა. მე მარცხენა ცენტრისებისგან, თუმცა ლიბერალების გამარჯვება ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. არაა გამორიცხული ლიბერალურ პარტიას აბსოლუტური უმრავლესობის ფორმირებისთვის სწორედ ახალი დემოკრატების დასჭირდეთ. იდეურად ყველაზე მეტად მათ ეწყობიან. მარცხის შემდეგ ამ პარტიის ლიდერმა ჯაგმით სინგმა პარტიის ლიდერის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. თამაში რჩება კონსერვატორი პიერ პოლიევრი, რომელიც არ სადაპირებს წასვლას, თუმცა პარლამენტში ადგილი დაკარგა. ის ამბობს, რომ მთავრობასთან თანამშრომლობას გეკმავს. განცხადებაც ასეთი ჰქონდა. მის პარტიას პარლამენტში 155 მანდატი აქვს. ცვლილებებს დრო სჭირდება და მარტივად არ მოდის. ჩვენ ვისწავლეთ ჩვენი შეცდომები. მომავალში გვექნება უკეთესი შედეგი. მსურს მივულოცო პრემიერ-მინისტრ კარნის. ჩვენ გვექნება არაერთი საშუალება მასთან დებატებისთვის და წინააღმდეგობისთვის, მაგრამ ამაღამ კანადელები ერთიანები უნდა ვიყოთ. კარნის მნიშვნელოვანი მისია აკისრია, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დონალდ ტრამპის მუქარებისგან. ამაღამ პარტია ჩავაყენე საქმის კურსში, რომ ვტოვებ ლიდერის თანამდებობას. ამ წარმოუდგენელ საქმეს უთქვენოდ ვერ შევასრულებდი, მადლობა ამისათვის. ზოგჯერ შეიძლება დავუმარცხდეთ და ეს გულს გვტკენს, თუმცა რეალურად მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ბრძოლას ვწყვეტთ. მე შევხვდი ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს სანაპიროდან სანაპირომდე. ისინი არასოდეს დანებდებიან, მაშინაც კი, როცა საპირისპიროში არწმუნებენ. ლიბერალური პარტიის ლიდერს გამარჯვება უკვე მიულოცა ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა. ჯერ დუმს დონალდ ტრამპი, რომელიც მანამდე ამტკიცებდა, რომ მისთვის სულ ერთი იყო, ვის აირჩევდნენ კანადელები.